Prime Minister, Lieutenant Colonel Busher, Commander of the Light Infantry Battalion 391. I report you the German and Georgian contingents in the daily strength 252 soldiers. It's a pleasure to have you here. Pleasure to be here. How are you? Fine. How are the soldiers doing? I think fine. Everything is good. Your assessment is good. Oh. Yeah, during the way here. A hard and warm welcome here, really to the main base where we have shoulder by shoulder trained together. Overall, I can introduce you, and that's two pillars, main pillars I have here. First topic will be hopefully a common lunch after the long trip with the car. Hand over to Captain Schneider, that he has the charge Of my battalion that we are on that side. Ensure the best pre-mission training as life insurance and also as guarantee. Der Zugführer hat sich jetzt die rechte Flanke des eigenen Zuges. შესაბამისად გვექნება დამატებით მხოლოდ პისტოლეტები, ეს თავის კალიბრებით, ეს პეროა გერმანული პისტოლეტი. მაშინ მე მას ვქნა. დიახ, დიახ. ყველას ერთად დაველაპარაკე. დიახ, ამ ეტაპზე უბრალოდ ладно. კარგად იტა. Thank you. საქართველოს ქვედანაყოფი ემზადება გერმანიის ქვედანაყოფთან ერთად ავღანეთში ახალი მისიის დასაწყებად დეკემბრის ბოლოს და დღეს შეფასება, რომელიც ჩვენ გერმანელმა გენერლებმა ოფიცრებმა გააკეთეს სამხედრო ქვედანაყოფის საქართველოსი არის უმაღლესი. მე ვარ მართლაც ძალიან ამაყი თუ რამხელა გამოცდილება შეიძინეს და ასევე რა სწრაფად აიღეს გერმანული სამხედრო ტაქტიკა ჩვენმა ქვედანაყოფებმა, მეთაურებმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ერთობლივი საბრძოლო ოპერაციებში ყოფნის და მე მინდა ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ, რომ ქართულ გერმანულ ურთიერთობებს ჩვენი ქვედანაყოფების ერთად ოპერაციაში ყოფნა დიდ საფუძველს უქმნის. და მე მეამაყება, რომ ვარ თავდაცვის მინისტრი იმ ქვეყნის, რომლის ქვედანაყოფები ესე გამორჩეული არიან ყველგან, ეს იქნება ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკაში თუ გერმანელებთან ერთად ახალ მისიაში. დიდი პატივია, რომ ჩემი ბატალიონი ქართულ კონტინგენტს ამზადებს. ჩვენ რამდენიმე კვირაში ავღანეთში გავემგზავრებით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ასე კარგად გაწვრთნილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გაგვევლო მომზადება მისიისთვის. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, საერთო ამოცანები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ საქმეს ერთიანი ძალებით ვაკეთებთ. გვაქვს შესანიშნავი ორმხრივი თანამშრომლობა. როგორც ჩემი ასეულის მეთაურმა აღნიშნა დღეს, დასაწყისში ეს მხოლოდ პარტნიორობა იყო. ახლა კი ეს ურთიერთობა უკვე მეგობრობაა. ჩვენი მეგობრობა ყოველდღე ძლიერდება და მყარდება.